გამარჯობათ ბატონო ზალ. გამარჯობათ მიესალმებით ჩემს მოყოლებს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ წინა გადაცემა ვინ ჩვენ გვიყურა. რაღაც გარკვეული საინტერესო ინფორმაცია მიიღო და დღეს ვაგრძელებთ, დღეს უკვე გადავდივართ ახალ ტექნოლოგიებში. ახალ ტექნოლოგიებში და ამასთან ერთად ბატონო გია თქვენ გასციგინდა ჩვენ ლიტერატურულად კი გამოვიდეს ორი გადაცემა არის, მაგრამ ალბათ უნდა ვახსენოთ ჩვენმა მეგობრებმა მწერალმა ბატონმა იაკობ პაპიაშვილმა, რომელიც ისრაელში მოღვაწეობს, მაგრამ იწოდება როგორც ქართველი მწერალი და ჩვენ ასე უწოდებთ მას, გამოგზავნა საჩუქრად 3 რომანი. ეს არის, ესე იგი, როგორ გითხრათ, შესანიშნავი პიროვნება და შესანიშნავი წიგნების ავტორი, ბატონი იაკობი. ამ 3 რომანიდან პირველად წავიკითხე მე აბრაამი, ეს ახალი რომანი, ახალი წიგნი, ნესიის მახვილი, რომელიც ეზღუება დიდ ქართველ მეფეს დავით აღმაშენებელს და ამირანი. ამირანი ქართულმა მაყურებელმა და ქართულმა მკითხველმა იცის ამ შესახებ. აბრაამი ვიცით, ვინც არის ხალხთა მამა და ხალხთა მამისადმი მიღწეული წიგნია და ძალიან კარგად არის აღწერილი და გაშიფრული ბევრი რაღაცა, რომელიც ძალიან მოეწონება მაყურებელს და მკითხველსაც. ხო, რაც შეეხება დავით აღმაშენებელს, დავით აღმაშენებელი ჩვენთვის ეს არის უდიდეს მეფე, საქართველოს ასე ვთქვათ, ყველაზე უკდავი მეფე და უძლიერესი მეფე, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში შეძლო საქართველოს გაერთიანება და არა მარტო გაერთიანება, ქართველების სახლის გაგონებაზე ბარეორს აკანკალებდა თელს ჩვენს სამეზობლოში. მაგრამ ამავე დროს ეს იყო მეფე, რომელიც ქრისტიანი მეფე, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, რომ არავითარი შეურაცხყოფა არ მიეყენებინა ნებისმიერი სხვა ხალხისთვის. და თბილისი მაშინ გასაგებად ჭრელი ქალაქი იყო და ყველა თავისი აღსარებობის მიხედვით ყველას ჰქონდა დიდი პატივისცემა ქალაქის კი არა ქრისტიანებს ეკრძალებოდათ ხორების გაზრდა იმ ასე ვთქვათ ადგილებსაც მუსულმანებმა ებრაელებს ხორებდნენ. ესეც დიდი მეფეა და ამის შესახებ ძალიან კარგად აღწერს ბატონი იაკობი და მე ჩვენი მაყურებლების სახელით, ჩვენი მწერლების სახელით, ჩვენი მეგობრების სახელით მიულოცავ ბატონ იაკობს ეს დიდი ლიტერატურული გამარჯვება. ამას მეც სახელს ვერ დავარქმევ და ბატონ იაკობს მინდა უსურვოთ დიდი ხნის ცოცხლე, ჯანმრთელობა და თუ რამე წავალი დაჭირდება, აგერ არის ბატონი გია, როგორც ყოველთვის მისი ერთგული მეგობარი ბატონი გია სიტყვის ალბათ ორი ბატონი იაკობის შესახებ და შემდეგ დავუბრუნდეთ ჩვენს ახალ ტექნოლოგიებს. ეხლა რამდენი წელია ბატონი იაკობი? ბატონი იაკობი 85 წელი დაყო. დიდი იმედი მაქვს, რომ კარგად იქნება და თუ დაჭირდა რაღაც დახმარება ჩვენ აქ ვართ. დავეხმარებით. უნდა შეუსწროთ ის, რომ 120 წლამდე მეოცე სასაგამდე ბატონი იაკობი უნდა მიიღოს. ამას შევპირდი და უნდა შეუსწროთ. ეხლა ბატონი გია უკვე ჩვენ, ასე ვთქვათ, გვიან დავიწყეთ ალბათ ყველაზე გვიან ჩვენი ახალი ტექნოლოგიები და მომავლის ტექნოლოგიები და ამის შესახებ რამდენიმე ვიცეთი შეკითხვა დააგროვდა, რომელიც აუცილებელი პასუხს მოითხოვს. განსაკუთრებით კიდევ ერთხელ და ალბათ მიასეთ წერენ ფუტრის ასეთი რამე ქვია ავადმყოფას ტროფილელაპს, აი ფუტრის პარაზიტი. ხო. კიდევ ერთხელ ვაუხსნათ რით განსაკუთრებით ქალაქის მაცხოვრებლები წერენ ამ შესახებ. იცით რა არის პრობლემა ჯერ შეიქმნა დასავლეთ საქართველოში და ნელ-ნელა გადმოდის აქეთ. საკმაოდ რთული გამოდგა საკმაოდ რთული ესე სამკურნალოდ თვითონ პრობლემა არასას ემოვნა მაგრამ მე წამალი გავაკეთე და დიდი იმედი მაქვს, რომ მოუფილები დარჩებიან. მე ახლა ზუსტ ესე ვთქვათ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, სტატისტიკურ როგორი მოქმედა ეს ჩემი დანამატი. მაგრამ წაიღო ხალხმა თქმენა ბატონო. კი. ისევ ჯანიკო წაიღო სიჩინავამ და რამდენიმე მეზობელს მისცა, ვინც მეფუტკრეებს. და ჯერჯერობით მოუფილები რა იქნება ხვალდაზე ვნახოთ. მაგრამ ფაქტია, რომ ფუტკარი რომელსაც ეს პრინციპში, ჯერ ბარტყებს ანადგურებს კი არა, მშირებს ტოვებს.
ბატკრების რაოდენობა მოიმატა. აქედან გამომდინარე, თუ მთლიანად არა, მაინც თვითონ ეს პარაზიტი რაოდენობა დაიკლო. ან და შეიძლება საერთოდ აღარ არის. მაგას ალბათ ცოტა ხანში ინფორმაციას მომაწოდებენ, მაგრამ ნახოთ, დარწმუნებული ვარ, რომ პრობლემა მოიხსნება. პატრონი, ბევრი ახლა ყველა ბაბუები ვართ, მამები ვართ და ჩვენი შვილები ძალიან ეტანებიან C ვიტამინს ამბულატორს. რა არის ეს ვიტამინი და თქვენ თუ გაქვთ რამე ამის შემცველი უსაფრთხო თუ რა საფრთხე შეიცავს, ან შეიძლება არაფერს საფრთხე. ვიტამინები ჩვენ არ გვაქვს, ვიტამინებს ჩვენ არ ხმარობთ, მაგრამ ცოტა არ მესმის ისეთი ვიტამინების ნაკლებობა ვაფშე თუ ჭამს საჭმელს. იქ C ვიტამინი შედის და სხვა ვიტამინები შედიან. აი რატომ არ ითვისებს, ეს უკვე სხვა საკითხია. მაგრამ ჩვენ რომ მივცეთ ეს ვიტამინი ზოგადად სუფთა მდგომარეობაში, აითვისებს ორგანიზმი. იმ ანალიზში შეიძლება გამოჩნდეს, რომ ვიტამინი თუ ის C თვითონ ნივთიერება ორგანიზმში არის. მაგრამ თავის ფუნქციას შეასრულებს, აი ეს არის საკითხავი. და როგორც მე ახლა ვხედავ, ისე რომ ბავშვებში, მე ვხედავ, რომ ეს არასწორი მიმართულება არის აი ამ ვიტამინების მიცემა. დღეს ვინც მოდის პაციენტი, პრაქტიკულად 90% აკლია რაღაცა გარკვეული ვიტამინები. და იცით საინტერესო არის, ჯერ ერთი B ვიტამინი. B ვიტამინი ადამიანს თვითონ ორგანიზმში წარმოიქმნება თუ გამოდის მზეზე. გამომიდეს მზეზე ცოტა იაროს და C ვიტამინი? C ვიტამინი საკვებთან ერთად მოდის, მაგრამ არ ითვისებს ორგანიზმი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკვებში C ვიტამინი არ არის. და ის თვითონ D ვიტამინსაც ბევრს უწერენ. ბატონო? D ვიტამინსაც ბევრს უწერენ ეს კი რა. უწერენ კი არა. ეს არასწორი საკითხია, იცით. ჩემი აზრით, აი ეს ალბათ მარტო პაციენტს, რომელიც საავადმყოფოში წევს და რაღაცა გარკვეულ დიეტაზე არის და სულ ყველა საჭმელს არ აძლევენ, ამ შემთხვევაში შეიძლება ვიტამინი დაუნიშნო. მაგრამ სხვა შემთხვევაში უბრალოდ ნორმალური საკვები უნდა აჭამონ და ნორმალურად უნდა, ესე ვთქვათ, ბავშვი გაიზარდოს. ეკოლოგიურად სუფთა. უნდა გაიყვანონ ხაერზე, დღეში, მთაში, უნდა მისცენ საშუალება, რომ ირბინოს, იაროს, დაიღლეს. სოფელში დაუბრუნდეთ. კი. და ეგ სულ ყველაფერი თამაშობს, ისეთ მთელი დღე, რომ ბავშვი ზის კომპიუტერთან. აქ მარტო C ვიტამინის ლაპარაკი არა, ალბათ, რომ ღრმად გადახედო რამდენიმე წელიწადში. შეიძლება საერთოდ ვიტამინი აღარ აითვისოს ორგანიზმი. ეს მე ვამბობ ადამიანზე, აღარ ვამბობ საკვებზე. ნებისმიერი საკვები ზოგადად რაღაცა გარკვეული რაოდენობით, ზოგიერთში C ვიტამინი მეტია, ზოგიერთში ნაკლებია, იშვიათობა არის თუ საერთოდ არ იყოს, მაგრამ თავარია, რომ თვითონ საკვებში იყოს ის, რაც ღმერთმა შიგნით უკვე ჩადო. არ მოგატყულებთ და ამ წელიწადს ორჯერ ვიყიდე საზამთრო და არცხელაც არ გვიჭამია. დავიცეთ მაგის ჭამა თვითონ წითელი იყო, ტკბილი იყო, მაგრამ შევატყეთ, რომ გემო ისეთი მოყვებოდა, რომ იქ რაღაცა გარკვეული ქიმიური საშუალება იყო. და ეს მე ვამბობ საზამთროზე. იგივე პომიდორი ჭამეთ. ეხლა კიტრში მაგას შეიძლება ვერ შეატყოთ მაინც, მაგრამ ხო ვატყობთ, რომ გემო შეიცვალა, სუნი შეიცვალა, ის არომატი აღარ აქვს კიტრსაც. და აქედან გამომდინარე, როგორ უნდა ვილაპარაკოთ ვიტამინებზე. მაშინ გადავიდეთ მთლიანად ვიტამინებზე და აღარ ჭამოთ არაფერი ისეთი, თქვათ, რასაც ქვია საკვები, სუფთა საკვები. და ვჭამოთ ყველაფერი ის ქიმიურად მოყვანილი და იმის გამო, რომ იქ არ შეიცავს ვიტამინებს, ისე დავარქვათ, მივიღოთ ვიტამინებით ცალკე. და ის მივიღოთ როგორც ბალასტი. რომ თვითონ ვიგრძნოთ, რომ რაღაცა ვჭამთ. პატრონი, ბევრი
შედარებით მეტი არის პროსტატის შესახებ. ეტყობა თანამედროვე სცენია. პროცენტულად ეს პრობლემა მამაკაცებში იმატებს, სხვათა შორის ძალიან საინტერესო ფაქტი. ცხენზე ჯდომა პირველი, ესე ვთქვათ, დავარქვათ, წამალი არის პროსტატის. რატომ? პროსტატის პრობლემა იწყება იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის მიმოქცევა ირღვევა რაღაცა გარკვეული, რაოდენობით. და ცხენზე ადამიანი რო იჯდა, იძულებით ფეხებში ქონდა რაღაც გარკვეული მოძრაობები. მე ბოლო ცხენების სიმრავლე საქართველოში მახსოვს, ბატონ ჯუბერპატიაშვილის დროს, როცა მას რა ქვია, დავით აღამაშენებლის პროსპექტი დაერქვა ლეხანოვს. მაშინ უამრავი ცხენი, რომელსაც წინ მოუძღებოდა ჩვენი საყვარელი გურამ ფიცხელავა დავით აღამაშენებლის მოსასრულებლად შემთხვევაში და გადაატენილიყო მთელი პროსპექტის ცხენებით. მის მერე ცხენები საერთოდ გახდნენ საქართველოში. მე ცხენებზე მოგიყვანეთ თვითონ ფაქტი, იმიტომ რომ ცხენზე ჯდომა ეს არის სპორტი დავარქვათ, რაღაც გარკვეული კუნთების დაძაბულობა და აი ამ დაძაბვის დროს სისხლის მიმოქცევა აღდგება და ეს არის პროფილაქტიკა პროსტატიტისის. მაგრამ აქედან გამომდინარე გამოდის ისევ უბრუნდებით, რაც ბავშვებზე ვთქვით, მოძრაობა ჭირდება. ანდას თუ ერთ ადამიანი მთელი დღე იზოლები ზის სამსახურში, უნდა რაღაც გარკვეული ვარჯიშები გააკეთოს, რომ ეს სისხლის მიმოქცევა აღდგეს. და აღარ ექნება პროსტატიტი. მე ახლა 70 წლის ვხდები და ეს პრობლემა არ მაწუხებს, იმიტომ რომ დილობით რაღაც გარკვეულ ვარჯიშებს ვაკეთებ. რომელიც აუცილებელია, იმიტომ მეც მთელი დღე მიწევს ჯდომა და თქვათ საღამოს ისევ ჯდომა თქვათ იგივე თქვათ კომპიუტერთან. მაგრამ რო არ ვიაროთ, პრობლემა შეგვექმნება. ბატონო, კიდევ ჩვენი ბებრების ყველაზე სასტიკი მტერი რო შედივართ სიბერში არის სკოლიოზი. სკოლიოზი რომელიც ფაქტობრივად შეუძლებელია თუ ახლა იძახიან რომ ოპერაცია არის კარგია. არა. ოპერაცია იცით მithumetes თუ ადამიანი უკვე სლოვანია რა ოპერაცია უნდა გაკეთდეს? აი რა უნდა გაკეთდეს? არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს ოპერაცია ჩემი აზრით. არც შეიძლება ოპერატორი ქირურგი იცის რაც უნდა გააკეთოს, მაგრამ მე ნამდვილად ეს საკითხი სხვანაირად არ მისის. ისევ ბრუნდებით ვარჯიშთან. იცით რა არის სკოლიოზი? ეგ არის დისკის დეფორმაცია. დისკის დეფორმაცია რა არის? არასწორი დატვირთვა. მთელი დღის განმავლობაში ისევ მაგიდასთან ჯდომა, მოძრაობა გვაკლია, ვარჯიში გვაკლია, ცხენზე ჯდომა ისევ გვაკლია და ეს დისკი, რომელიც გამოდის წყობიდან 15 წლამდე ჩემში, თქვენში, სუყოლაში იკვებება სისხლით. მე რატომღაც სისხლის მიმოქცევა, ესე უნდა და ბუნებას ღმერთს მთავრდება და დისკი იკვებება მარტო რაციონალური მოძრაობით. ჩვენ რომ მოძრაობთ, ის სხვადასხვა ფორმას იღებს. 15 წლის შემდეგ უკვე ამას გაფრთხილება უნდა. კი, 15 წლის მერე უკვე იკვება, მთავრდება და მარტო მოძრაობა იწევს აი ამ ნივთიერების ცვლის პროცესის რეგულირება. აი ამ დისკში. იმიტომ რომ ამ დისკსაც იკვება ჭირდება. და რო იკვებება, მაგასში გროვდება შლაკები და ეს შლაკი უნდა გამოვიდეს გარეთ, რომ შევიდეს ისევ ახალი პორცია კვების. მაგრამ შლაკები რო გროვდება, ეს დისკი ელასტიურობას კარგავს და ღებულობს დეფორმაციას, რაც საბოლოოდ მიიყვანს ადამიანს სკოლიოზამდე. იმიტომ რომ აქ კონთი უკვე ვეღარ ასრულებს თავის მისიას და კონთი არის კორსეტი, რომელიც იჭერს მთლიანად აი ამ ძვლებს, ხერხემალს და თუ არასწორად მთელი თვის განმავლობაში მივეცით დატვირთვა ამ კუნთებში, მივიღებთ აი ამ ძალიან არასასიამოვნო პრობლემას, რომელსაც ქვია სკოლიოზი. ახლა ჩვენ წამლები გვაქვს სკოლიოზის წამლები გვაქვს პროსტატის, მე უბრალოდ ვამბობ, რომ ამ სუყოლოფრის, ესე ვთქვათ, პრობლემის მოხსნა
პირველ რიგში პირდაპირ კავშირშია ჩვენ მოძრაობასთან და ესე დავარქვათ ვარჯიშთან. თორემ თუ ადამიანს ამ სკოლიოზმა გამოუწია ტკივილები, ამ ტკივილებს მოუხსნით და შევაჩერებთ ამ პროცესს. და იგივე არის პროსტატა. პროსტატას მივაწოდებ ნივთიერებებს, რომელიც აი ამ პროცესს აღადგენს, სისის მიწოდება და თვითონ პროსტატა ნელ-ნელა ჩადგება თავის. თქვენ როგორც ექიმი ჰომეოპათი ამ შემთხვევაში გაქვთ ფლობთ წვეთებს თუ ნებს ზუსტად ამას. ამ პროცესს აჩერებთ ან შევასაბამებთ ადამიანებს ერთადაც გეუბნები პროსტატაზე სკოლიოზით. წამლებს ვაძლევ დასალევს ორივე შემთხვევაში. კი, ბავშვებში ძალიან კაი შედეგი არის სკოლიოზის დროს. ხო გეუბნეთ ახლა ჩვენ წლოვანებაში სკოლიოზის გამოსწორება მარტო წამლით ვარიანტი არ არსებობს, ეს უნდა შეიცვალოს სიცოცხლის, ესე ვთქვათ, მოძრაობა წესი. გასაგები. ცხოვრების წესი უნდა შეიცვალოს ადამიანი. ყოველდღიურად. ანუ პატარა ბავშვები ახლა 18-19 წლის ამათ შეიძლება ეს წამალი მიეწოდოს. კი, შეიძლება გააჩნია რამ გამოიწვია. არის ალბათ რაღაც გარკვეული შემთხვევები, რომელს ვერ გამოვასწორებ, მაგრამ თუ ეს არის აი ამ ესე თქვა დისკის დეფორმაცია, აქ პირველ რიგში არის კუნთის არასრული მოქმედება, რომელიც თქვა კორსეტია ხერხემლის. პროფილაქტიკის მეცნიერული ცოდვათ რომ კი, შეიძლება, მაგრამ ვარჯიშთან ერთად და მასაჟთან ერთად. კი. ნუ ამწროე პასუხი. შემდეგ ეს ყველას რაც აწუხებს ახლა იმაზე გეტყვით. ესე იგი ნერვების აშლილობა. დღეს ალბათ სტრესები. მეტუმეტეს დღევანდელ დღეს და რაც ჩვენ ახლა ზოგადად ვნახეთ გუშინ წინ ტელევიზორში დღესაც უყვანი ორივე მხარე ან თქვათ მარჯვენა ან მარცხენა ნერვიულობენ და მაგის გარდა კიდევ უამრავი სანერვიულო პრობლემა აქვს ნებისმიერ ადამიანს ცხოვრებაში, მეტუმეტეს უკვე რაღაც გარკვეულ წლოვანებაში, სანამ გადავალთ აი ამ თქვათ მეტუმეტეს ჩვენ დროში, ჩვენ სოფაში. კი, მაგრამ პარალელურად ისევ დავუბრუნდები ეკოლოგიას, იცით, თქვენ თქვით, რომ აი თქვათ C ვიტამინის ნაკლებობა, D ვიტამინის ნაკლებობა, B ვიტამინის ნაკლებობა. ეს სულაფერი გვინდა არ გვინდა მოქმედებს ფსიქიკასაც. და რაღაცა გარკვეული დეფიციტი ან ზედმეტობა ორგანიზმში, რაღაცა გარკვეული დავარქვათ ვიტამინების, აუცილებლად გამოიწვიოს რაღაცა ფსიქიკური ცვლილებებს, ფსიქიკურ ეს ნევროზული იქნება. კიდე არ უშავს ნევროზული იყოს, უფრო ღრმა არ იყოს. შიზოფრენიული არ იყოს, იცით, მე დღეს ვიცი, რომ ახალგაზრდა თურმე ეწევა რაღაც გარკვეულ ანდასვალს, რაღაც გარკვეულ ქიმიურ საშუალებებს და ის იწვევს ფსიქიკურ დარღვევებს, შიზოფრენიას იწვევს. და რატომ? იმიტომ რომ ის რაღაც გარკვეული ნივთიერება არის და ნარკოტიკებია თუ ჩვეულებრივ რაღაცა. არა, ნარკოტიკებზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში. ალბათ ცხოვრებაში არსებობს ცვლილებები საკვების გამოც კი. იმიტომ რომ თუ თქვათ ზოგადად იგივე თქვათ რომელიმე მცენარე, რომელსაც ჩვენ შეიძლება ჭამთ კიდევაც რაღაცა რაოდენობით, მაგრამ აი ზედმეტობა რომ მოუვიდეს ადამიანს გამოიწვევს რაღაც გარკვეულ ფსიქიკურ ცვლილებებს. აი იგივე როგორც მაგალითს გეტყვით, სულაიცის ქრისტეს სისხლა. კი. და აი ქრისტეს სისხლა ბევრი რო ჭამო და არა ამ დროს იჭმება და მაგისგან წამლებსაც აკეთებენ, აუცილებლად გამოიწვევს შიშს, სიკვდილის შიშს. ეს კანონზომიერია. ახლა რო ჩვენ ვისაუბრეთ ამ როქია, ნერვების აშლილობაზე, სტრესებზე და ამას უძილობა ემატება ხალხის. კი. იცით რა არის? ეს იგივე საკითხია, იცით. ნერვიული სისტემის გამო, გადაღლილობის გამო
ფიქრის გამო რაღაც გარკვეულ პრობლემებზე შეიძლება მე აღარ ვამბობ ყავაზე რომელსაც დღეს უაზროდ εν რაოდენობას სვავენ ხალხმა გამოიწევს აი ამ თქვა უძო ხავარ ამდენად არის ნორმალ ადამიანმა დღეში იცით რა მე მახსოვს ჩემი ბავშვობა როდესაც ყავას პრაქტიკულად არ სვავდი ხო სად იყო ყავაკაც ხო და მე შემოვიდა და ნუ ალბათ დილის საათებში შეიძლება ერთი ჭიქა დაელიოს ჭიქა ხარ 3 ლიტრიანი თუ არა ნუ და უბრალოდ ჭიქა თქვა ნუ 100 გრამიანი 200 გრამიანი გააჩნია კიდე რამდენ ყავას ჩაქრიან შეგნით მაგრამ უარყოფითად არ იმოქმედებს მაგრამ ძილის წინ თუ დალიეს აუცილებლად უძილობა იქნება მაგრამ ჩვენ წამლები გვაქვს წამლები გაქვთ ყაბზობის წამალი თუ გაქვთ ახლა თქვენ და რომ ყაბზობის წამალიც გვაქვს მაგრამ ისევ ბრუნდებით იმ ნათქვამს რაც უკვე ვთქვით რა არის ყაბზობა ერთი საკითხის გვერდით ტრიალებს ახლა ჩვენ ეცეთ როდესაც სორნაცლავს აქვს პრობლემა და კარგავს თავის პერისტალტიკას იწყება ყაბზობა მაგრამ რის გამო იქნება ისევ სისხლის მიწოდების დარღვევების გამო შემდეგ მზეზე აფეთქებები ახლა სადაც გამოვიდა სტუბრად ხარ ამის ოჯახის წევრი აი აფეთქებები ხდება მზეზე 2-3 დღე იქნება ამისგან გამოწვეული მოვლენა ამას თქვენ როგორ მეცნიერულად კიდევ ერთხელ მითხრეთ რასნა 150 მილიონი კილომეტრი მზე დაშორებული ჩვენიდან მზეზე რო ხდება აფეთქებები ეს როგორ მოქმედებს მეთქი ადამიანებს ან მოქმედებს თუ არა გააჩნია ადამიანს გააჩნია ჰომეოპათიურად რა ტიპი დაიბადა კაცად ზოგიერთი ისეთია რომ აი ამ ტალღებს ეს ხო ტალღებია დიახ ჩვენ ვღებულობთ წნევა ვისაც აქვს მაგრამ ამაც მოქმედებს მეთქი გააჩნია პიროვნებას სულ ყველაზე არ მოქმედებს შეიძლება ეს ფსიქიკური ფაქტორი იყოს თუ წაიკითხა რომ რაღაცა გარკვეული ცვლილებები არის მზეზე წნევა იწევს მაგრამ არსებობს რაღაცა გარკვეული რაოდენობა ხალხის ვისაც აქვს ნუ ორგანიზმს აქვს სისუსტე და გარემოდან ნებისმიერი ეს დავარქვათ უარყოფითი ტალღა შეიძლება გამოიწვიოს უამრავი პრობლემა რომ პირველ რიგში წნევისაცემ ეს ალბათ ნუ რაც ისევ ბრუნდებით იქ რომ მთელი დღე რომ ვზივართ სახლში და არ მოძრაობთ ორგანიზმი სუსტდება და მაშინ იწყება აი ესეთი თქვათ გარემოს ზედა მოქმედება მიჩვევა რომ როცა მზეზე აფეთქება არის საერთოდ არ გამოხვიდეთ გარეთ რა განსხვავება იცით რა განსხვავება აი მზეზე არ გამოვდივართ ჩვენ და D ვიტამინი გვაკლდება და D ვიტამინი მე ვღებულობთ რომ წნევაც ეფექტში ჩადგეს და კაცობრიობის ახალი მტერიოთ რაღა ახალი მაგრამ ძალიან შეგვაწუხა ბოლო დროს ბევრი ჩემი მეგობარის ნაცნობით თრომბი ნუ ალბათ თრომბი ადრეც იყო ალბათ პირველ რიგში ასე მასიურად არ სხვა მე ერქვა შეიძლება ალბათ შეიძლება ისევ დაუკავშიროთ ეკოლოგიას ისევ დაუკავშიროთ კვებას და წყალს თრომბი არის შედედებული სისხლი, ხო? და ნუ ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც აძლევს საშუალებას, რომ შედედება არ მოხდეს, არის სითხე. მაგრამ აი ყავა რო დალიოთ, ხო სითხეა, ისეთი შედეგი არ გექნებათ, როგორც წყალს აქვს. და ეს წყლის დალევა უნდა იყოს ნორმალური წყლის, რაღაც გარკვეული რაოდენობა. გააჩნია პიროვნებას. ზოგიერთი იბადება და არ ჭირდება წყალი იმ რაოდენობით, რაც თქვათ მეორეს. ზოგიერთი უნდა დალიოს ლიტრა, მეორე 2 ლიტრა და ზოგიერთი დალიოს დღეში 200 გრამი. დღეს კი სულ ყველას ვთავაზობთ, რომ დალიეთ 2 ლიტრამდე წყალი. ხო. ნუ ეს ერთ-ერთი პროფილაქტიკა არის ამ თრომბის საწინააღმდეგოდ.
მაგრამ ჩვენ წამლები გვაქვს. ვიცი მე პროფილაქტიკის რაც ისე ჩემი მეგობრები და მის მიერ არც ვისურვებ ჯიბიდან. ნუ ეს ადრეც იყო. ჩვენ რო გადავხედეთ ისტორიულ ფაქტს, ბატონო ზალდა, რომ ნახოთ ზოგადად 500 წლის წინ 700 წლის წინ რამდენი წლის იყო საზოგადოება და რამდენი წელიწად ცხოვრობდნენ. ნუ მაშინაც ყავდათ გარემოში, გარშემო ხალხი, ვინც ასლამდე ცხოვრობდა, მაგრამ უმეტესობა მაინც ახალგაზრდებოდა. ამას აქვს თავისი კანონზომიერება ისტორიული, კოსმოსური. მაგრამ ნუ ერთ-ერთი პროფილაქტიკა თავარი მაინც ხალია. ასაგები. შემდეგ არის ასეთი დაავადება, ვერაგი დაავადება, ლეიკემია. მე მახსოვს რომ ერთი ჩემი ახლობელი თქვენი წამლების მიღების შემდეგ ესე იგი სანამ იღებდნენ ხონდა ლეიკემიის მყარი დიაგნოზი. თქვენი წამლების მიღების შემდეგ 3 დღეში როცა იგივე ექიმთან მივიდა ლეიკემია მას არ აღმოჩნდა საერთოდ, მაგრამ ერთადერთი რამაც მას მე ისო გართულა მის ვითარება იყო სიგარეტ თამბაქო. ეხვეწებოდა ახლობლებიც, მეგობრებიც, ექიმიც რომ არ მიეკარ, მაგრამ ხო იცი, ასოც უშნიერ ადამიანს მას აკეთებს. ლეიკემია ადრეც იყო ამ ბოლო ხანებში პროცენტულად მოიმატა, მაგრამ მე ამასაც უკავშირებ ეკოლოგიას და გარემოს, საკვებს. გომეოპათია უმეტეს შემთხვევაში ძალიან კარგად შველის და ერევა ამ დიაგნოზს, ამ პრობლემას. მე ვიცი რომ პატრონია ჩიყვის შესახებ, რომელიც თქვენ ისე მკურნალობთ, როგორც სულძოს სარჩენს ადამიანი. ამ ხრივ რამე ახალი ხო არ არის? არა, ეცეთ არ არის ეს პრობლემა, რომ გააჩნიათ ჩიხს კიდე, როგორი ჩიხვია. მაგრამ პრობლემა არ არის, ალბათ 100 პაციენტი თუ მოდის ჩვენთან ამ პრობლემით, 97 შემთხვევაში დადებითი შედეგია. იმიტომ რომ ჩიხვია სიტყვა არის და იქ სხვადასხვა ესე ვთქვათ მიზეზებია, რომელიც იწვევს ამ პრობლემას. ჩემ მეუღლეს ოპერაცია მე პირადად წინამდეგი არ ვიყავ გავუკეთეთ, ესეთი ჩიხვი ქონდა. ხო, ეხლა კი სვავს წამლებს, ჩვენ წამლებს, მაგრამ ოპერაცია მაინც გავუკეთეთ. გააჩნია რა პრობლემა, რამდენად რთული სიტუაცია არის. სხვა შორის დღეს ქალბატონ ინტეგრას ანგელოზის დღეა და მიულოცოთ აქედან ეს მეუღლეს. ქალბატონ ინტეგრას დიდი პატივისცემით და უსურვოთ დიდხანს ცხოვრება თქვენთან ერთად, ასე ვთქვათ, სიკვდილამდე. შემდეგ შობადობა. ახლა პროცენტულად აქაც სამწუხაროდ პროცენტი მოიმატა, მაგრამ გომეოპათია ფანტასტიკურად კარგად მოქმედებს აი ამ ესე ვთქვათ პრობლემას. ანუ თქვენი ნათვლების სიცხე იზრდება თუ აღარ იზრდება? არა, აღარ იზრდება, იმიტომ რომ მამა მომითხა რომ 301 რომ მოუნაწილე რომ გაჩერდა. მაგრამ თქვენი დახმარებით, თქვენი წამლების დახმარებით დღესაც იბადებიან. დღესაც აი მაინტერესებდა. იბადებიან, ნუ იქაც უამრავი პრობლემა არსებობს ალბათ ისეთი პრობლემა, რომელსაც ვერაფერი ვერ დაეხმარება, მაგრამ არსებობს პრობლემები, რომელსაც გომეოპათია ძალიან კარგად, ესე ვთქვათ, ხსნის. ნუ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ეს ორგანული პრობლემა არის, გააჩნია პრობლემას, იქნება 50-50-ზე, მაგრამ როდესაც ეს ფსიქიკური პრობლემაა და არსებობს ფსიქიკური პრობლემა საკმაოდ ხშირად და აი ამ ფსიქიკურ პრობლემას პრაქტიკულად 99%-ით ხსნით. ეს ძალიან საინტერესო თემა არის. არ მინდა ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ახლა ვინმე თუ გვისმენს, ვისაც ეს პრობლემა აქვს, არის როგორ მიიღებს ამ ინფორმაციას. ახლა როგორც წონეს 301 ნათლი ვიყავთ ხო თქვენ? ეხლა თქვენ ნამდვილი შინაძენი ხდებით ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის საქართველოში.
თქვენი ავა მორჩენილი ავადმყოფების რაოდენობა, თქვენი ნაცვლების რაოდენობა მათი მშობლები. ესე იგი, თავისუფლად გადაახავდი ნებისმიერ ბარიერს. 7%-იანს და 10%-იანსაც. მაგრამ ხუდი რო შეგვიძლია ადამიანს თქვენ პოლიტიკაში ფეხს ვერ შეგადგენთ. არა. ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. რო იყოს მაშინ კი არ გეთვალიკოს მაშინ შეხვდები პოლიტიკაში. მე ძალიან დიდ სიამოვნებას და მოფილობას გრძნობ აი ამ ჩემი შრომით და ჩემი ფუნქციონებით. ასაგებ. ანემიის შესახებ რაღაც გეტყვი, იმიტომ რომ ანემია ბევრს დაემართა ამ ბოლო დროს. ისე წარსული აღარ ახსოვთ ხოლმე რაღაც 9-ჯერ ანდაზა არის ესეთი რომ ეს ანემიას გულისხმობთ თუ სხვა რამეს? ანემია ეს არის როდესაც რკინა აკლია. ხო. ну გაჩნია ისევ მიზეს ის თუ სიზდენები აქვს და მაგის გამო არის ეს რკინის უკმარისობა. აი ეს პირველ რიგში სიზდენები უნდა გაჩერდეს და მე ჩვენ წამლებს მიცემთ რომ აი ისევ კვებიდან ორგანიზმმა აიღოს ეს რკინა იმ რაოდენობით რომ ну ეს თქვა პრობლემა მოიხსნას. მაგრამ აქ კიდე ერთი პრობლემა არსებობს კუჭნაწლავის ფუნქცია. რომელიც ძალიან ხშირად ხდება ამ ბოლო ხანებში, როდესაც სხვადასხვა მიზეზების გამო აი კუჭიდან ორგანიზმი აი ამ რკინას, რომელსაც ну საჭმელში რაღაცა რაოდენობით არსებობს პროცენტულად, ვერ ითვისებს. აი ეს უფრო ესეთი უცნაური თემა არის, მაგრამ აქაც ამ შემთხვევაშიც საკმაოდ შედეგიანი არის გომეოპათიური საშუალებები, ჩვენი საშუალებები, მაგრამ აი მიზეზი მე სამწუხაროდ გასტროენტეროლოგი არ ვარ და ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ მეცნიერებად ცოტა ხანში მიხვდებიან რატომ მოიმატა აი კუჭნაწლავიდან გამომდინარე ეგ პრობლემა ხალხში. ესეც შეიძლება დაუკავშიროთ ეკოლოგიურ პრობლემას, იგივე თქვათ საკვებს. შეიძლება ზოგადად ვამბობ, საკვებში დაიკლო რკინის რაოდენობა პროცენტულად და ეცეთ ეს ძალიან საინტერესო თემა არის. ორგანიზმს აქვს რაღაც გარკვეული ინფორმაცია, ხო, ჩადებული გენეტიურად და ну ესე თქვა ღმერთის მხრიდან კი და ეს ინფორმაცია ჟდევს რაღაცა გარკვეული ფუნქციებიც და აი ეს ფუნქცია რო სრულდება, მაგას სჭირდება რაღაც გარკვეული რაოდენობა მიკროელემენტების. თუ რაოდენობა მიკროელემენტების დაიკლო ან და მოიმატა თნეათ ორგანიზმი შეიძლება დაკარგოს რაღაც გარკვეული დადებითი ან და შეიძინოს უარყოფითი ფუნქცია. აი ისევ მაგალითს გეტყვით, ზედმეტად ოქრო რო ადამიანმა მიიღოს ორგანიზმში და ორგანიზმმა რო აითვისოს, იმ მდგომარეობაში რო აითვისოს ორგანიზმი ოქროს, აუცილებლად გამოიწვევს რაღაცა ფსიქიკურ პრობლემებს. იგივე თქვათ ну ნებისმიერ ალუმინი რო თქვათ მიიღოს აი ეგრევე გამოიწევს შეკრულობას და ეს სუყოლა მეტალი იქნება თუ სხვა რამე ну ზედმეტი არაფერი არ ვარ გასაგებად არც ზედმეტი და არც ნაკლებობა და აქედან გამომდინარე შეიძლება დაუკავშიროთ ამ სუყოლაფერს თქვენ თქვით აი რომ თქვათ რაღაცა გარკვეული ну ჩვენს გარშემო ტალღები ხო იგივე თქვათ მანქანის ხმა ჩვენი წინაპრები ისე გაიზარდნენ და ის ჩამოყალიბდნენ და ისე ცხოვრობდნენ რომ აი ეს ხმები არ ქონდათ გარშემო და აქედან გამომდინარე ორგანიზმი მიიღო რაღაც გარკვეული თან ეს გრძელდებოდა რაღაც გარკვეული რაოდენობა წლების ხო საუკუნეების და ეხლა ამ ბოლო ხანებში, ну დავარქვათ 50 წელიწადში, 20 წელიწადში, 30 წელიწადში ჩვენ მივიღეთ გარშემო უარყოფითი, დავარქვათ უარყოფითი, იმიტომ რომ ნამდვილად უარყოფითად მოქმედებს სხვადასხვა სიხშირე, მაგრამ სიხშირე არის, ეს ტალღა არის. და აი ეს ტალღა როგორ მოქმედებს, ისევ ჩვენ ქრომოსომაზე.
ეს სულ ყველაფერს თავისი ესე თქვათ მიზეზია. კი, ალბათ რაღაც გარკვეული წლები დაჭირდება ორგანიზმს გენეტიურად რომ გადასცემს მოვალ თაობას რაღაცა ინფორმაცია რომ აი მოვალე თაობა აიტანოს ის მდგომარეობა რასაც შეიძლება შეეჩვენოთ მაგრამ დავამთავრო ახლა პატრონი ერთი შეკითხვა მეკითხეთ სკლეროზის შესახებ ყველანაირი სკლეროზი ნახავს პოლიტიკური სკლეროზიც ჩვეულებრივი სკლეროზი თქვენ როგორ ებრძვით ყველაფერ ამას აი თქვენი აზრი მითხარით რომ ანდა რო ვიცოდე ზოგადად თქვენი აზრი და მე თქვენ როგორ ჩემი აზრით ახლა ადამიანი როცა გავიწყდება არჯერ ვერტიგოს შესწავლას დაუშვებდა 100 მეტროგემ ეს სკლეროზია როცა უნებრივად გავიწყდება რაღაცა დავუშვათ გასაღები ვერ მიიტანეს სადმე მარტო სკლეროზი შეიძლება არ იყოს იცით აქ შეიძლება იყოს ინფორმაციის გადატვირთვაც კი თვითონ ორგანიზმს აქვს ესე თქვათ რაღაც როგორც ნებისმიერ თქვათ კომპიუტერს ან და თქვათ ტელეფონს საშუალება რაღაც გარკვეული კილობაიტები მიიღოს ჩვენ ორგანიზმსაც მსგავსი რაღაცა ფუნქცია არსებობს ზოგიერთს მეტი ზოგიერთს ნაკლები როგორც ტელეფონის და როგორც კომპიუტერს და თუ აი თვისა ორგანიზმა რაღაცა რაოდენობა და მეტი აღარ შედის ხო ეს მიდის რაღაც გარკვეული პრობლემა და რაც აღარ ჭირდება იმას იგდებს ორგანიზმი იცით რა ჭირდება ზოგადად ის რაღაცა რაც თქვა შეიძლება 100 წელიწადი აღარ დაჭირდეს და იმას თორეს მარტო ინფორმაციას რომელიც ჭირდება ყოველდღიურად ეს ერთი მხარეა აი როდესაც იქ მიდის სკლეროზული მომენტები იქ სხვა პრობლემა არის თქვენ რა გაქვთ ამის საწინააღმდეგო კი გვაქვს პირდაპირ აი ამ პრობლემის საწინააღმდეგო თან როგორ იცით ეს შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვანაირად ზოგიერთი ავიცდება თქვა რაც იყო 20 წლის უკან ზოგიერთი ისეთია რომელსაც ავიცდება რაც იყო გუშინ ანუ 20 წლის უკან რაც იყო ის არ ავიცდება აი ჩვენ ესე კონკრეტულად შეგვიძლია ანუ თქვენ თავი მოვიდეს პაციენტად თქვენ მისცეთ დაუნიშნოთ მე არც ისევ გააჩნია პიროვნებას ვის რამდენი დრო დაჭირდება რომ ეს აღდგეს მაგრამ პრაქტიკულად შედეგიანია ძალიან კარგი პატრონია დღეს ჩვენი 154 გადაცემა არის ტელევიზიის ეთერში უკვე მეოთხე სეზონია და მეხუთე დაიწყო დღეს და მინდა კიდევ ერთი ამდენი კაზრა მოხდეს ღმერთს მე პაციენტებმა მოვალ გადაცემაში აუცილებლად შემდეგ გადაცემაში ამ თემაზე გადავალთ დაინტერესდნენ შეკითხვები აქვთ ზოგადად აი რა პრინციპით მუშაობს გომეოპათია ორგანიზმში ჯერდის დონეზე და აი ამ თემაზე მოვალ გადაცემაში დაველაპარაკებთ ახლა დავშედოთ ჩვენს ხორელ მაღურებელს კარგად იყავით და მოვალ შეხვედრამდე იმედი მაქვს რომ მაყურებელი ხართ იმ ინფორმაციით რაც გაწოდებთ დაგვიწერეთ წერილები მოგვეცით შეკითხები და გიპასუხებთ კარგად გზანდებოდეთ ერთად შევდავამოხდით